ჩვენ უნდა კარგად გავიაზროთ, რა გახდა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავით, იმიტომ რომ ის რომ ღმერთი ამ სამყაროს ისე შექმნა, რომ ჩვენ დაგვენახა და გული აღჩვილებოდა, როი ღმერთმა როგორ ლამაზი სამყარო შემიქმნა, როგორ ზრუნავს ჩემზე და ამიტომ კეთილი ვიქნები, მან არ იმუშავა. მერე როდესაც ა ブラ ამი გამოირჩია და ა ブラ ამის მიერ ეცადა, რომ ა ブラ ამის თავმავლობაზე უპირობო სიყვარული აჩვენა, დაუმსახურებელი კურთხევა, დაუმსახურებელი წყალობა, რომ ესე იგი ა ブラ ამის მოდგმას ის გაუფრთხილდებოდა ღმერთი, ამან არ იმუშავა. ჩვენ ხედავთ, როგორ ექცევიან მოსეს უდაბნოში. მერე წინასწარმეტყველნი, ერთი, მეორე, რამდენი წინასწარმეტყველი. ამანაც არ იმუშავა. აი გახსოვთ ხო დღევანდელი იგავი, აიღოს იქიდან მოსავალი, აგზავნის თავის მსახურებს, მაგრამ ისინი ცემენ, ან კლავენ, არავის არ იკარებენ და ბოლოს შვილო გაუგზავნა, აჰა, შვილი, მოდი ეს მემკვიდრეა, მოვკლა და ჩვენ გვექნება მთელი სამყარო, ეს დემონური სული, რომ ეშმაკს დაცემული ქერუბიმი, რა თმინა ღმერთი, მე ვიქნები ღმერთი. რა თქმა უნდა, სისულელია, სრული, აბსოლუტური სისულელია. ღმერთი მხოლოდ ღმერთია და სხვა ღმერთი არ არის. ღმერთია ის, ვისაც ყოფიერების წყარო საკუთარ თავში აქვს, სხვა ეგეთი არსება არ არსებობს. ერთადერთია და შენ იმდენად არსებობ, რამდენადაც ღმერთი ამ თავის ყოფიერებას დაუმსახურებლად გინაწილებს, მაგრამ აი ადამიანს უნდა რომ აი ღმერთის გარეშე იყოს ღმერთი. ჩვენ ხო ვიცით ახლა, ჩვენ გვინდა, არ გვინდა ღმერთი, მაგრამ გვინდა რომ ჩვენ ვიყოთ. სურვილი რომ ღმერთი განდევნო და თვითონ იყვნენ და პასუხისგებელი არავის წინაშე არ იყვნენ, ამ იგაურ სახში ჩანს ესე რომ იგი მოკლეს, რომ დაინახეს, რომ შვილია, აი ეს მდგომარეობა, რაც ჭირს კაცობრიობას, რომ გამოსწორებულიყო. იგავში რაც არის ის მოხდა. ადამიანი არ იღებს ღვთის შეგონებას არანაირი ფორმით და არანაირი სახით, ღმერთის ნებისმიერ მოქმედებას, ნებისმიერ ზრუნვას არაფათ არ იღებს და მერე მოდის განკაცებული ღმერთი.